ხედავ ძალიან. სახეს ვერ ავხედავ, იმ ძალიან ჩაჯდომისა. ჩაჯდომისა ვერ ხო, მაგით მომეკითხები რომ იასული საერთო ვიზუალი. ვერ ხედავ ხოლმე საერთო ვიზუალი. სახეს ვერ ხედავ და რავი სახე ეს ჩვენება ქალაქ თბილისის პოლიციის უფროს დეტექტივ ბიჭიკო წოწორიას ეკუთვნის. პოლიციელმა ლევან ჯანგვალაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ პირთა გამოყოფილ საქმეზე მონაწილეობა რიგ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო. მათ შორის განსასჯელის სკამზე მყოფი გიორგი მიქაძის დაკავებასა და ჩხრეკაში. სწორედ ბიჭიკო წოწორია იყო პირი, რომელმაც დაათვალიერა სასტუმრო თბილისი თაუერსის გარე სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილი ვიდეო და თქვა, რომ ამ ჩანაწერზე გიორგი მიქაძე საერთო ვიზუალით ამოიცნო. კერძოდ რომელი ფაილის მე გავიარე, გარეთ კამერის სათვალთვალო ფაილი რაც გავიარე, 15 თებერვლის ჩანაწერი არის ეს მონაკვეთი, სადაც ჩანს რომ საღამოს პერიოდი არის სადღაც შავი ფერის ჯიპი მოდის სასტუმროს ტერიტორიაზე წინ. საიდანაც გამოდის სამი პიროვნება, რაზეც გიორგი აბალიშვილი მე კითხებოდა რომ აქ არ იყვარს გიორგი მიქაძე ამ იმედი რაღაც რა ხომ არავინ მეცნობოდა რამ და რაზეც მე გამომარტე მას ეს ვიდეო ჩვენ ამოდენიმეჯერ გადავახვიეთ და გავიარეთ რაზეც მე გამომარტე რომ წინა მარჯვენა კარებიდან გამოდის პიროვნება რომელიც არის გიორგი მიქაძე საუბარია ამ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეს გიორგი მიქაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი. გამოძიების ვერსიით ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ გიორგი ჯოხაძე და გიორგი მიქაძე ერთმანეთს ქალაქის პროკურატურის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო თბილისი თაუერსის გარე პერიმეტრზე შეხვდნენ და 38 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. ამ ჩანაწერზე ბრალდების მხარეს აბიდოსკოპიური, ანუ პირთა ვინაობის დადგენის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია. რაც დაცვის მხარისათვის საეჭვო გარემოებაა. უფლებადამცველების განმარტებით ექსპერტებისათვის ეს ვიდეო გამოსაკვლევად უვარგისია. სწორედ ამიტომ ბრალდებამ ოპერატიული მუშაკი მაშველ რგოლად მოწმის სტატუსით მოიხმო. ჩანაწერზე, რომელზეც ფაქტობრივად ადამიანის ვიზუალი არ ჩანს, ამტკიცებდა მოწმე, რომ ამ ვიდეო ჩანაწერში იცნო გიორგი მიქაძე. საზოგადოებისთვის მინდა განუმარტო, რომ ამ ვიდეო ჩანაწერზე დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანებმა ვერ შეძლეს იქ პირის ან პირების იდენტიფიცირება. ბრალდების მხარემ თავად იმიტომ არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ამ ჩანაწერზე, რომ ისინიც მიიღებდნენ იმ პასუხს, რომ შეუძლებელია ვიდეო ჩანაწერში ვინმეს ამოცნობა. კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა დავით ჩუბინიძეა გამოკითხვის ოქმის მიხედვით ბრალდებულ დავით მიქაძის დაცვის თანამშრომელი. მოწმე ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ სახელმწიფო ბრალდება მას დავით მიქაძესთან ერთად იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას ედავება. დღეს პროცესზე ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ოქმში მითითებული გარემოების მიუხედავად მას მიქაძის დაცვის თანამშრომლად არასდროს უმუშავია. დავით ჩუბინიძემ სხდომათა დარბაზში არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა. მათ შორის ახლა უკვე ძებნილი ყოფილი გენპროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისა და დავით მიქაძის შეხვედრებზეც. ჩვენების მიხედვით ფარცხალაძე და მიქაძე ხშირად ერთმანეთს სუფრებზე ხვდებოდნენ, სადაც მათთან ერთად სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ. მოწმემ დაადასტურა ისიც, რომ ავტოსამრეცხაო საშხაპეში არაერთხელ უნახავს გიორგი ჯოხაძე. ასევე შეხვედრია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მძღოლსაც. ავტოსამრეცხაო საშხაპე კი ძმებ მიქაძეებს ეკუთვნით. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი მოწმის მიერ ნახსენები მაღალჩინოსნებითაც დაინტერესდა, თუმცა მოგვიანებით ჩუბინიძემ თავდაპირველად ნათქვამი უარყო და ვერც ერთი პირის დასახელება ვერ შეძლო. მან დღეს რატომღაც უარყო, რომ იყო დაცვის წევრი, მაგრამ ვერ ახსნა თუ დაცვის წევრი არ იყო, რატო იმყოფებოდა ხშირად დავით მიქაძესთან ერთად, მათ შორის ისეთ ღონისძიებებზე, რაც სასამართლოს დაინტერესდა აბსოლუტურად ლოგიკურად, სადაც დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთად იმყოფებოდნენ. მანვე ასევე
განმარტა, რომ მათთან ერთად, როდესაც ოთარ ფარცხალაძე და დავით მიქაძე იმყოფებოდა, ვერ უარყო და დაადასტურა ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია ყოფილიყო გიორგი მიქაძეც, თუმცა კატეგორიულად რა თქმა უნდა არ მიუთითებია. ასევე განმარტა, რომ იმყოფებოდა თანამდებობის პირები. მოწმის ჩვენებით გიორგი მიქაძეს არანაირი გადაკვეთა არასოდეს ოთარ ფარცხალაძესთან არ ჰქონია. სხვა გარემოებებს მე ფიზიკურად ვერ დაგიდასტურებ. მან თქვა, რომ ასეთი შეხვედრა არასოდეს არ მოხდა. მაგრამ არ გამორიცხა დავით მიქაძესთან ერთად სხვა სუფრაზე შესაძლოა ყოფილიყო გიორგი მიქაძე. დაცვის მხარის შეკითხვებზე ბატონმა მოწმემ უპასუხა, რომ ამ წვეულებაზე გიორგი მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთად არ უნახავს. ასევე მათი შეხვედრა არ შეუძლია აღწეროს თუ კი სადმე სხვაგან სხვა ლოკაციაზე მოხდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით გამოძახებული იყო ამავე სისხლის სამართლის საქმის სხვა ეპიზოდზე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე. პროკურატურა მას გამოძიებისათვის სრულ ინფორმაციის მიწოდებას ედავება და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მამუკა ბაღდავაძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა ადვოკატის ცნობით ჩვენებას მოგვიანებით მისცემს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი ხვალ გაგრძელდება. განაჩენი კი დიდი ალბათობით აპრილის დასაწყისში გამოცხადდება.